სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავედით ახალ განყოფილებაზე 28-ვე ნაწილია ეს და უბრუნდებით იმ თანმიმდევრობას, რომელიც იყო. უკვე ვართ 1984 წლის 29 აპრილს და 84 წელში ზუსტად ჯარში გამიწვიეს მე და 86-ში დავბრუნდი. ასევე დღეს ვკითხულობდი პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის ბიოგრაფიას. ალბათ იცით ხომ ბევრი ლექსები დაწერა მან, ან თუ არ იცით, ეს იყო გამგრძელებელი მეფური ტახტის პირდაპირ შთამომავალი, ესე ამბობენ ყოველ შემთხვევაში. და მისი მამის ბიოგრაფიას გავეცანი და 1984 წელს გარდაცვლა 64 წლის პირონა 1920-ში დაბადებული. ძალიან ისეთი ცხოვრებით. კიდევ ერთხელ გადავბარგდი საბჭოთა ყოფაში თუ რა გაიარეს მათ და ღმერთმა რატო ჩააგდო ეს ხალხი თუ მართლაც ესე იყო ბაგრატიონების შთამომავალი ამ სასაცილო მდგომარეობაში, პირდაპირ გაგებით სასაცილო მდგომარეობაში იყვნენ, როცა დაუბანელი, გაუნათლებელი ხალხი მართავდა მათ. ხომ ესეთები იყვნენ კომუნისტები, ვისაც ღმერთმა ჩააბარა მართლობა. დასჯის და ეს იყო რისხვა და ამავე დროს ვინც გონს მოეგებოდა საბჭოთა კავშირის მართლობაში, მათ ჩათვლით, ჩვენი ჩათვლით, ხო? ღმერთი გვიმზადებდა უკეთეს. იმიტომ როცა რაღაცა რისხვა არის, დასჯა არის, შენ იქიდან უნდა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. და ისევ დაუბრუნდე ღმერთს. და თუ არ ყოფილხარ საერთოდ, უნდა გაიცნო ის ღმერთი და ახლიდან დაიწყო მასთან ურთიერთობა. ნახეთ, და ვინც ეს მოახერხა, ის ალბათ ბედნიერია, იმიტომ რომ მან ჭკუა ისწავლა იმ შეცდომებისაგან, რაც მისმა ბაბუამ, მამებმა, შოლებმა ჩაიდინეს და ღმერთმა მოგცა ახლა საშუალება, რომ ჩვენ უკვე მასთან რწფელი, გულწრფელი ურთიერთობით გავაგრძელოთ ურთიერთობა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, ვინც ჩარჩნენ ამ ეროვნულ გაგებაში, ბაგრატიონების ცნებაში, აილია ჭავჭავაძეს ჩანაწერიც გავაზიარე, ხო როგორი გაგება აქვს მას ქრისტიანობაზე, რომ თითქოს და ქრისტემ დაგვიბარა, რომ მისი ეს რელიგია გადაგვერჩინა, რომ ერს გადაერჩინა რელიგია. ესე არ არის. არანაირად არ არის. იმიტომ რომ ქრისტიანობა რჩება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და უნივერსალური პასუხისმგებლობა. და ვინც ამას შეცვლის, ვინც ამას შეაზავებს, ვინც ამას მოაკლებს, ხო? ის ჭირი და უბედურება, რასაც ამბობს გამოცხადების წიგნი, არ მოაკლდება. ეხლა ჩვენ ამ განყოფილებაზე რომ გადავდივართ, მე არ მინდა ეხლა გამიგრძელდეს, იმიტომ რომ ეს არის პატარა შესავალს აკეთებს ბატონი ჯონი და ეს არის რაღაცა ისტორიული რაღაცა საინტერესო მომენტების გახსენება, სანამდე კითხვები და პასუხებზე გადავლენ და მე ერთი კითხვაც მოვათავსე აქ, ამიტომ ცოტა დიდხანს დაიჭერთ შეიძლება ეს და მომიტევეთ, თუ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადაახვიოთ პირდაპირ კითხვაზე, მაგრამ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს შესავალიც დამერთო, ეს არის რაღაც ისტორიული მომენტების, საინტერესო მომენტების გახსენება ჯონ მაკარტურის ხრიდან, რომელსაც რაღაც ადგილი ჰქონდა უკვე არსებობს ეს ეკლესია 79 წლიდან და მათ დაუგროვდათ რაღაცა ერთგვარი გამოცდილებები, რომლის გაზიარებაც და გახსენებაც ჯონ მაკარტურმა ჩათვალა საჭიროდ. მოდით მოვუსმინოთ ამას. სალამი მოგესალმებით ყველას, როცა ვხედავ, რომ ამ დარბაზში ამდენი პატარა ბავშვები, ცქრიალა სახეები იმყოფება, მე მეუფლება აზრი, რომ ეს ერთგვარი რაღაცა მშვენიერი საოჯახო საღამოა ჩვენთვის. რაც ნამდვილად გვაძლევს მომავლის იმედს, ეს არის მშვენიერი სასიამოვნო განცდა, რომელსაც ვერც კი გადმოვცემ ჩემი სიხარულის გამო სიტყვებით. დღეს ერთი პატარა ბიჭი მოვიდა ჩემთან, ამაღამ და კითხა, ბატონო მაკარტურ, თქვენ იცით ჰალსტუხის შეკრაო? და მე ვუთხარი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ შემიკრათ ჰალსტუხიო? მე დარწმუნებით ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს და როგორც შემეძლო შევუკარე. და ქვედანახევარი უფრო გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ზედა. და გაინტერესებთ მე რატომ აცვია ხოლმე ჟილეტი ჩვენ ამ კოსტუმი როცა მაცვია? ეს არის ჩემი პრობლემა, მე გალსტუხს კარგად ვერ ვიკრავ. და სხვათა შორის მეც უნდა ვაღიარო, რომ
არ ვიცი და სხვა ვთხოვ ხოლმე, რამდენიც შევეცადე, რაღაც მარტივ იმას გავაკეთებ, მაგრამ აი double notes რო უძახიან 2 მაგ შეკრას, თუნდაც 1 მაგ შეკრას, სწორად დღესაც ვერ ვაკეთებ, არ ვიცი, ჩემი ტვინი და ჯონ მაკარტურიც ესე ყოფილა. ასე რომ აგრძელებს ჯონ მაკარტური, რომ ეს ჩვენიერი საღამო არის, როცა ჩვენ ხედავთ ამდენ ბავშვს, ეს არის ჩვენი ოჯახი, ეკლესიის ოჯახის წევრები. და მე ვიცი რომ ჩვენი ბავშვები მშვენივრად ატარებენ კვირას, როცა ვიკრიბები ჩვენ, ისინი არიან ჩართულები ყველანაირად ბევრ პროგრამებში, სწავლობენ ბიბლიურ პერსონაჟებს, არიან ამათ ძიებაში, მათი ცხოვრების, ბიბლიურ პერსონაჟების ცხოვრების შესწავლაში, ასევე მათ აქვს ძალიან შესანიშნავი დასვენების პერიოდი, რომლებიც ძალიან ნაყოფიერად და ხიარულად ტარდება ხოლმე. იმიტომაც ატარებენ იმ სპორტულ ფეხსაცმელებს, რომ სპორტულ დარბაზშიც შეეძლოთ მათ თავისუფლად გადაადგილება. ისინი მღერიან, სწავლობენ სიმღერებს, აქვთ ბიბლიის სწავლების დრო და მართლაც შვენიერია მათი დანახვა, როცა სულიერადაც იზრდებიან, სანამ ჩვენ აქ ავართ და ბიბლიას უსმენთ. ჩვენ როგორც იცით, რამოდენიმე კვირა გავატარეთ რომაელთა წერილის მე-9 და მე-10 თავის შესწავლისათვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალა იყო. და 2 კვირაში ალბათ გადავალთ მე-11 თავზე. შევიძლია მივესალმოთ ამ მე-11 თავს, ესე ძალიან საინტერესო არის და საერთოდ ეს რომაელთა წერილი ალბათ ყველა საინტერესო ნაწილი არის ბიბლიაში. და ეს იქნება ძალიან დიდებული შესწავლის დრო. მომავალ კვირას ამას ვერ გავაგრძელებთ, მაგრამ რამოდენიმე კვირაში აუცილებლად დაუბრუნდებით რომაელთა წერილს. დღეს კი გვაქვს ჩვენ ეს ეკლესიის ოჯახურ გარემოში დროის დაყოფის და ბიბლიური კითხვა-პასუხების დრო. ამას წინებზე ჩვენ ვსტუმრობდით, წასულები ვიყავით კანზას სიტიში კონფერენციაზე. იქ იყო 700-დან 800-მდე პასტორი, თავიანთ მეუღლეებთან ერთად და უამრავი სხვა ადამიანიც და მოგვიწია იქ რადიოშიც გამოსვლა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ტრანსლაცია ხდებოდა და მე მინდოდა მათ სწოდნოდათ, რომ ჩვენი ეკლესია Grace Community Church-ი, მადლის სათემოს ეკლესია, იყო ჩვეულებრივი ნორმალური ეკლესია. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ისეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ ვიყავით რაღაც გარკვეული სახამებლის Starch იხმარა ჯონ მაკარტურმა Starch Church. ჩემთვის ბავშვობაში ცნობილი იყო კრახმალი. კრახმალი სახამებელია, სათეთრებლად იყენებდნენ და ეს მიმართვა ყოფილა, თეთრი ქათქათა ეკლესია, უნაკლო ესე ვთქვათ, სრულყოფილი. და ამ დროს მე ყველანაირად მოუყევი მათ, რომ ჩვენ ვიყავით ჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი, პრობლემებით სავსე ეკლესიაც. და თუ თქვენ აქ მოხვედით, როგორც სტუმარი, შეიძლება ბევრი რამე არ გახსოვდეთ და ახალი წევრი იყო ჩვენი ეკლესიის. და რაც გასული კვირის ღამის მოხდა, გახსოვთ ხო მურის გიტარისტები რო უწყდებოდა. და ყველა რაღაცნაირად დაიბნა, მერე ცოტა სიცილიც მოყვა, ესეთი რაღაცები ჩვენთან ხდება. შეიძლება იყოს წესიერად ჩაცმული, ჰალსტუხი გეკეთოს, ქურთუკი ყველაფერი და ვერ ახერხებდე რაღაცა მოვალეობის შესრულებას ისე, როგორც ეს საჭიროა. ასე რომ ეს ჩვენი ეკლესიის ნაწილია, ესეთი რაღაცა პატარა ნაკლოვანებები. და მე უზიარებდი მათ ბევრ ჩვენ ისტორიულ ამბებს, რომელიც შეიძლება ბევრმა თქვენგანმაც არ იცოდნენ, ვინც ახლები ხართ. ჩვენ შევეცადეთ ზოგიერთი მათგანი საიდუმლოდ შეგვენახა, გულწრფელად რომ გითხრა და ყველაფერი არ გვეთქვა, მაგრამ ჩვენ მეუნებოდით იმ მომენტებს, როცა გინდა რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად მოხდეს და ეს არ ხდება. და მას უზიარებდი რამოდენიმე სიტუაციებს, რაც მოხდა აქ ჩვენ ეკლესიაში.
და მე მოგცეთ შეიძლება და გაგახსენოთ ვინც არ დასწრები ხართ რამოდენიმეს, რომელიც მე მახსოვს. გახსოვთ ალბათ ერთი პიროვნება, როდესაც მე გადაგებდი, ამოვიდა კიბეებზე კათედრასთან და დამემუქრა. სულ მცირე 5 ჯერ რომ მას უნდა რომ მიკროფონი გამოეტაცა ჩემთვის ხელიდან და აქ მოსულმა მითხრა რომ ის ჩემს გადასარჩენად იყო მოსული. იმიტომ რომ ვიღაცა ჩემს მოკლას აპირებდა. როდესაც ჩვენ გავარკვიეთ რომ თურმე თვითონ ეს პიროვნება ყოფილა რომელიც ჩვენ მოკლას აპირებდა, ის ჭკუაზე ვერ იყო, გონება შეშლილი იყო, ერთგვარი შიზოიდი იყო, თურმე მის ნახევარს სურდა, ესე მოძდით შიზოფრენიკს და დაავადებულ ადამიანებს მის ნახევარს სურდა ჩემი მოკლა, ხოლო მეორე ნახევარი კი ჩემი სიცოცხლის გადარჩენას ლამობდა. საბედნიეროდ როცა ის აქ მოვიდა, სწორედ ის ნახევარი მოვიდა, რომელსაც ჩემი გადარჩენა სურდა. მანამდე კი ეს ბიჭი იყო სპორტულ დარბაზში, შორტებში. ზოგიერთ თქვენგან შეიძლება ეს ახსოვდეს კიდევაც. და ის შეეცადა პლატფორმაზე ამოვარდნილიყო და ხელში ჩაეგდა ეს მიკროფონი. მსახურების დასაწყისში მოხდა ეს. როცა აქ პირველად მოვიდი, სამლოცველოში გადაგებდი. და ძალიან მჭერვენტყველი ვიყავი. ისე რომ ძალიან ბევრს შეიძლება აფრენის განცდაც მოუვიდა. და როდესაც რაღაცა ჩემი აზრი დავასრულე პუნქტუაციით, ეს ბიჭი ფეხზე წამოხდა და მოვარდა. შენ ცდები, მეუნება. მე მინდა რომ ყველანაირად გამხილო. და მე გაუბრაზდი ძალიან. მას ჰქონდა ესეთი რეაქცია, ვინახარ რომ ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობო. არ და მე ამ დროს ამბიონზე ვარ. და აქ მხოლოდ ერთი ადგილია, ხო მიცით? და ეს არ არის დებატების დრო. მაგრამ მოგვიანებით გავიგე რომ ისიც ნარკოტიკებზე ყოფილა, როგორც ის პირველი პიროვნება. და შეხოთაშორის ერთ-ერთი შემთხვევა მოგვიანებითაც მოუვიდა ჯონ მაკარტურს, შეგიძლიათ ვიდეო ნახოთ, ირლანდიიდან პიროვნება, ესე ეთყობა მასაც გულზე მოხვდა, იმიტომ რომ ჯონ მაკარტურის მსგავსად იშვიათი თუ ვინმე პიროვნება ესე თამამად ლაპარაკობდეს თუნდაც ისლამზეც. რომ იცოდეთ, ისლამზეც დაუნდობლად ჯონ მაკარტურმა ის სატანურად მოიხსენია. და ეს პიროვნებაც ეთყობა, რომელიც ალბათ რაღაცა სექტის წარმომადგენელი ქრისტიანული ავარდება, შეგიძლიათ ნახოთ, მოიძიოთ ეს ვიდეო ფირზე და იქ როგორ უპირისპირდება ჯონს, უკვე ვიდეოები YouTube-ზე იდება ხოლმე და იქ უკვე დამცველები ყავს ყოფილი პოლიციელები ჯონს და ისინი ამას გააკავებენ. და ეს ხდება ხშირად, ბატონი ჯონიც აღნიშნავს, რომ რატომღაც ესეთი ადამიანებს მიდრეკილება აქვთ ეკლესიაში წასვლის და 2 დღის უკანაც პიროვნება შემოვიდა ჩემთან, მომწერა და მე მეგონა მას პრობლემა ქონდა როგორც ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც წერენ ხოლმე და როდესაც ჩავრთე ეს Skype-ის საუბარი იყო, გავაჩერე, იმიტომ ხო შეიძლება პრობლემა ქონდა ადამიანს და ჩავრთე თუ არა პიროვნება ჩემს წინაშე იყო, რა ვიცი, არასრულ ჭკუაზე და დამიწყო პირდაპირ ქადაგება. არაფერი არ მათქმევინა, მე მეგონა რაღაც კითხვა ქონდა ან პრობლემა და პირდაპირ დაიწყო ქადაგება, აი ეს რომ ღმერთი ასწავლის მას და ასე შემდეგ. და მე შევეცადე რომ როგორც ჯონ მაკარტურმა მასწავლა რომ გამეთიშა მასთან და მიმენიშნებინა მე წერით რომ ის ცდება, ეს არის სატანური ყველაფერი და არანაირად არ გამეცინა ან რაღაცა არ დამეწყო რაღაცა ესეთი ისინი პირდაპირ ამხილა და უთხარი რომ შენ ჯოჯოხეთში მოხვდები თუ ესე არ გააჩერე მეთქი და მე ქალბატონმა ესაც გაუზიარე რომ მეგობრებში ყავდა ბატონი თეოფილე და იმასთანაც აპირებდა და მე მიუწერია ბატონი თეოფილესათვისაც მას. ხოდა მე ლინკიც დავდები მე Facebook-ზე რომ თუ მეგობრობას ვინმეს, იმიტომ რომ როცა ვხედავ რომ ბატონ თეოფილეს აყავს მეგობრად, ვინმე უფრო ადვილად ვიმეგობრებ მეც, ხო? ან ქალბატონ მაიას აყავს ქალბატონ ლიკას. და ეს ის შემთხვევა იყო ზუსტად. და ჯონ მაკარტური აგრძელებს ამას რომ ერთ-ერთი პიროვნება მონი ბრიუერი გაუტაციათ ფსიქიატრიდან გამოქცეული პაციენტი ყოფილა, ძალიან უშველებელი
აღნაგობის და უცნაურიაო ჯონ მაკარტური ამბობს, რომ ხალხთა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებში რატომ აქვთ ეს მიზიდულობა ეკლესიისაკენ, სადაც ღმერთს ესაუბრობენ და ისინი საუბრობენ იესოსზე. აი როგორც ჩემთვის ის პიროვნება დაიწყო პირდაპირ იოსემ ქრისტემ მასწავლა მე ყველაფერიო. მეც ამიკავშირდა. და ის პიროვნება მოსულა, გაუტაცია ეს მონი მიურერი ეკლესიიდან. ალბათ გოგონა არის მონი მიურერი, მიჭირს ახლა ამის დადგენა სახელით. და ადამიანი ძალიან დიდი შეხედულების, დიდი განეგრობის ფიზიკურად და ვერ გაუმკლავდებოდა. და როცა ჩაუსვია მანქანაში, წაუყვანია, ხო, როსკოს ბულვარდი, ეს სადაც არის ეს ეკლესია, პირდაპირ Volkswagen-ში ჩაუსვია და ძალიან დიდი სიჩქარით გაუტაცია და როცა გზაზე მიდიოდნენ, ეს პიროვნება მთვრალი ყოფილა, ნასვამი ყოფილა და მონიც უთქვია, რომ გაეჩერებინა მანქანა, რომ მასაც უნდა დაელია და რაღაცა კიდე იყიდათ. მოუტყუებია ეს ხრიკი მას უქნია და როცა გაჩერებულან გადასულა ეს ალკოჰოლის საყიდლად, გამოქცეულა მონრო ბრუერმა და შემოვარდნილა მისა დაბრუნებულმა ჩვენთან ეკლესიაში. სუნთქვას ვერ იკავებდა და თვალები თებშევით ჰქონდა გამხდარი. ასეთი რაღაცები ჩვენ ეკლესიას ახსოვს ეს ისტორია. ასევე მახსოვს ჩემი პირველი ერთ-ერთი ქორწილი. მე ძალიან საკმაოდ სერიოზული ვიყავი, იმიტომ რომ ეს პირველი ქორწინება იყო და მინდოდა ყველაფერი კარგად ჩამეტარებინა და როცა უხთხარი ახალგაზრდა წყვილს, გთხოვთ ბეჭდები მომეცით მეთქი, ხო? და მე ჯვარეს უნდა გაეკეთებინა ეს. და მე ყოველთვის ხელში ვიჭერ ხოლმე ამათ. შეიძლება ბეჭდები მომაწოდოთ და ამ ბიჭუმა ორი ბეჭედი მოიტანა პლასმასის ბეჭედი გორილა სახით და ორი წითელი თვალით. და ეს მე ხელში მეჭირა ეს ორი გორილას ბეჭედი, შაყირის დონეზე უნდათ მათ რაღაცა გახუმრებოდნენ. და ჩვენ კიდე ვცდილობდით, რომ სერიოზული სახეები შეგვენარჩუნებინა. არ დავიბენი, შიგნით უბრალოდ ხარხარებდი. და ყველა სიამოვნებდა, თუმცა არ იცოდნენ თუ რა ხდებოდა. იმიტომ ვერ ხედავდნენ შორიდან დამსწრე საზოგადოება ამ სცენას, თუ რა ბეჭდები მეჭირა მე ხელში. ერთმა პიროვნებამ, რომელმაც ქორწილი მთხოვა, მახსოვს და ეს იყო ზიარება, რომ ჩამეტარებინა ქორწილის დროს, ვერანაირად ვერ იპოვნეს, ჩვენ ღვინოს იცით არ ვიყენებთ, უფრო იმას ხურძნის წვენს ვიყენებთ ხოლმე და პურს და ვერაფერი ესეთი ვერ მოძებნეს მათ და რაღაცა ნამცხვარი გატეხეს და პატარა ჭიქა პეპსი დადგეს. ასევე მეც ესეთი რეაქცია მქონდა ამაზეც. რო ვიხსენებ ხოლმე ამ სიტუაციებს. ასევე მე მახსოვს ჯიმი ჰარისი. ჯიმი ჰარისი ახლა არის Treasure Valley-ის ბიბლიური ეკლესიის პასტორი ბოისში, აიდაჰოში. და ჯიმი ჩვენთან იყო სახურობაზე ფეხი აიდგა და ქადაგებდა პირველად. და ჯიმი დაახლოებით 5 ფუტი 5 არის. ძალიან დაბალია შედარებით. და მას ძალიან მშვენიერი სახურება აქვს ბოისში ახლა ახალ ეკლესიაში. ღმერთმა მართლაც დალოცა ეს ეკლესია. და ის ყოველ კვირას არის რადიოში და პასუხობს ხოლმე ბიბლიის ყველა კითხვას. და ერთ დღეს მე მასთან რადიოში რომ ვიყავი, ეს მართლა ძალიან სახალისო იყო. მივედი ამ შეხვედრაზე და მთხოვა, რომ მოდი რა ჩემს რადიო გადაცემაში მიიღე მონაწილეობა და შეგიძლია უპასუხო კითხვებს ჩემს ნაცვალთო. დარეკა ერთმა ქალბატონმა და მე უპასუხე მის კითხვას. ეს იყო ნამდვილად უცნაური კითხვა და მე ყველაფერს ვცდილობდი, რომ მასზე სწორი პასუხი გამეცა. როცა ჩვენ დავამთავრებთ და გავედით ეთერიდან პატარა რეკლამისათვის, ჯიმა მითხრა, ჯონ, იცი, შენი პასუხი, ახლა რომ გაეცი, არ იყო, მცდარი პასუხი იყო მეთქი. და მეც უთხარი, ხო, მართლა ჯიმ. აბა გადახედეთ წმინდა წერილსო და მეც დავეთახვე მას. და ამის შემდეგ მე უთხარი, ჯიმ, მოდი რა, მე შენ არ გჭირდები აქ. და დაუბრუნდები ლოს-ანჯელესში, სადაც ხალხმა არ იცის სწორი და რა არის სწორი და რა არის არასწორი პასუხიო. ამაზე დიდად გაიცინა. მე მიხარია, რომ ჯიმი ასე იზრდება და უკვე დამოუკიდებელი პასტორი არის და ჩვენ მშვენივრად გავატარეთ ის დრო.
და როდესაც პირველად ჯიმი აქ გადაგებდა თუ გახსოვთ ხომ, იმიტომ რომ ის ძალიან დაბალი იყო და ჩვენი ამბიონი კათედრა არ მოძრაობდა. ეხლა ჯონ მაკარტურის კათედრა მეც როცა ვიყავი მასთან, ადის და ჩამოდის იმ დონეზე, რადონისაც არის ქადაგებელი, იმიტომ იცვლება ხოლმე ქადაგებელი და ასევე როცა ნათლობა აქვს ის მთლიანად მიწაში ჩადის და იხსნება ის ადგილი აუზივით, სადაც ნათლამე ხოლმე იქ. უბრალოდ ეს სცენა რა, მოწყობილი ესე არის. და იმის გამო რომ მაშინ ჩვენი კათედრა არ მოძრაობდა, ჩვენ ავაშენეთ რაღაცა პატარა ყუთი, რომელიც დადგეს. ძალიან ისეთი დროებითი ის იყო. და როდესაც ის შედგა ამ ყუთზე, ხომ? და გაერთო ძალიან ამ ქადაგებით, მან გონი მუშტებიც დაარტყა ამ იმაზე, ამბიონს, ამ კათედრას და ის გადაყირავდა. და როცა გადავარდა, მისი მიკროფონი მას გულკერძზე ეკეთა კიდე კაი, პატარა მიკროფონი და მისი, რა ქვია, სიტყვები ისე ვისმოდა. და ხალხი კიდე ვერ ხედავდა მას, იმიტომ რომ ის მიწაზე იყო გართხმული და როცა ადგა, გააგრძელა კიდევაც ეს ქადაგება. ასე რომ ეს ძალიან ესეთი გასახსენებელი და საინტერესო მომენტი იყო. ასევე მახსენდება დერილ დელჰაუსის პირველი ქადაგება. დერილი ახლა არის სკოტსდეილის ბიბლიური ეკლესიის პასტორი. ის კიდევ ერთ-ერთი ჩვენი ახალგაზრდა როგორც ჯიმი, რომელიც ღმერთმა აქ მოამზადა ჩვენთან და დალუცა იგი თავისი ახალი მსახურებისათვის. იქ რამდენიმე კვირის წინ მეც ქადაგებდი და მას აქვს უზარმაზარი მსახურება ღმერთის წყალობით. და პირველად როცა ქადაგებდა ფაქტობრივად იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ ზოგჯერ ქალაქიდან 4 დღის განმავლობაში გადიოდა ხოლმე, იმიტომ რომ თავს საშინლად გრძნობდა, ნერვიულობდა ძალიან. და მას მახსოვს პირველი ქადაგების დროს ძალიან კულმინაციაში იყო, ძალიან უნდა მაქსიმალური გავლენა მოეხდინა. და როდესაც მან თქვა, რომ იცით რას ფიქრობს ღმერთი ცოდვასეო, ტირილიც კი მორთო. და სწორედ მაშინ ავარდა ერთ-ერთი კაცი დარბაზიდან, თავისი ერთ-ერთი ხელსახოცი, მიაწოდა კლინექსი, იცით ხო? ეს იდეალური დრო იყო, როცა ვიხსენებთ. და ეს იყო პირდაპირ კლასიკა. ფაქტობრივად მგონია, რომ სადღაც აუდიო ფირზეც კი არის ეს აღწერილი. ასე რომ მე მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერი აქ რაც ხდება, არასოდეს არ არის რაღაცა გაკრახმალებული და რაღაცა თეთრი იმითი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები, ჩვენი სისუსტეები, მაგრამ ღმერთმა მოგცა ჩვენ ეს მშვენიერი მომენტები გასახსენებლად, ბედნიერი მომენტები. და გვინდა ხოლმე რომ ეს ბედნიერი მოგონებები ყოველთვის ჩვენ გავიხსენოთ. და მე ძალიან მიხარია ეს. ზოგიერთი ძალიან სასიხარულოა, ზოგიერთი შეიძლება გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ ეს ჩვენი ეკლესიის ისტორიაა. ასე რომ ჩვენ გრეისის ეკლესიაში ყველაფერი ყოველთვის არ ხდება, როგორც გვინდა რომ იყოს. მაგრამ ეს არის ჩვენი საუკეთესო მცდელობა. და ამაღამად ჩვენ გვინდა რომ ცოტა დრო დავყოთ ერთმანეთთან, მოგეცეთ თქვენ საშუალება დაგვისვათ შეკითხვები, განსაკუთრებით ეკლესიის ორგანიზების შესახებ. და ყოველთვის წერდნენ ხოლმე ჩვენ, როდის გვექნება ეს დრო, რომ ვისაუბროთ სახურებაზე და ეს არის ზუსტად ჩვენი ბიბლიური კითხვები და პასუხების დრო. ეს არის საუკეთესო საღამო, რაც ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვყოთ და დავგეგმოთ. ასე რომ ჩვენ გვაქვს როგორც ყოველთვის 3 მიკროფონი, მარცხნივ, შუაში და მარჯვნივ, რომელთა გამოყენება თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მიდით მიკროფონებთან, იქ იდგება პასტორი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, უბრალოდ ინსტრუქცია რომ მოგცეთ, შეკუმშოს ეს კითხვა, უფრო ნათელი გახადოს და გვინდა რომ თქვენ დაგვისვათ ნებისმიერი კითხვა, რომელიც თქვენს გულში არის. და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უპასუხო მას. ერთი რამე რაც მინდა გითხრათ, გაგახსენოთ, რომ უფრო მეტად დაგვისვით კითხვები ეკლესიის და მსახურებასთან და ჩვენ გვინდა ვისაუბროთ უფრო ამ თემების ირგვლივ. ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ პირველად სახელს დაასახელებთ, თუ გინდათ გვარიც და შემდეგ პასტორი, რომელიც დაგეხმარება თქვენი კითხვის გამარტივებაში, რათა უფრო მეტი კითხვა გავაშუქოთ და
უფრო მოკლედ დავსვათ ეს კითხვები, რაც უფრო მიცევს უფრო მეტ ადამიანს, რომ მონაწილეობა მიიღოს აქ. როგორც ხედავ აქეთ ქრის მე თქვენთან გადმოვალ და გისმეთ აქეთ მხარეს ეთყობა უკვე მზად ახარ თქვენ ამისი. თქვენი მხრიდან დავიწყებთ. თქვენი სახელი გთხოვთ მოგვაწოდოთ. გამარჯობა ჯონ, მე მქვია უეინი, ხო? უეინი არის ძალიან ცნობილი სახელი, იცით, უეინ გრეცკი. ასე რომ ასევე მსახიობი არის ცნობილი, ხო? ჯონ უეინი, შეიძლება გვარიც იყოს ეს. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს, ამბობს უეინი, იონეს სახარების მე-13 თავიდან, მე-14 და მე-15 მუხლებიდან, სადაც ნათქვამია. თუ მე უფალმა და მასწავლებელმა დაგბანეთ ფეხები. ასევე თქვენც ერთმანეთის დაბანვა გმართებთ, რადგან მე მაგალითი მოგეცით, რომ თქვენც ისე მოიქცეთ, როგორც მე გავაკეთე ეს. ასე რომ ჩემი შეკითხვა ჯონ არის იმაში. თქვენ ხედავთ ფეხის დაბანვის ამ ცერემონიას, როგორც დღესასწაულს, რომელიც უნდა კონდეს უფლის ტრაპეზთან ერთად, ზიარებასთან ერთად და ასევე ნათლობასთან ერთად. და რას ნიშნავს ეს მუხლები სინამდვილეში ჩვენთვის? და მეც დავსათაურე ესე, იესომ ფეხები დაბანა მოწაფეებს. დღეს ზიარებასთან ერთად ესეც უნდა გავაკეთოთ ჩვენ? და ჯონ მაკარტური პასუხობს. გმადლობთ უეინ თქვენი კითხვისათვის. იცით, მე მყავს მეგობრები, ჩვენი მშვენიერი ევანგელისტური ძმაკაცები, რომელსაც მრავალი წელია შეეროდათ, რომ ფეხის დაბანვა ეს იყო ისევე მნიშვნელოვანი, როგორც უფლის სუფრასთან, ტრაპეზთან მისვლა, ზიარება და ნათლობის ცერემონიალი. ისინი ამას ხედავდნენ როგორც თანაბარ განკარგულებას ღმერთის მიერ, რომელიც ეკლესიამ უნდა შეასრულოს. სინამდვილეში გრეის ბრადერნ, ესე იგი გრეისის ძმების, ეს ტრადიცია იყო. ეს არის ეკლესიების ჯგუფი. მადლის გრეისის ძმების ეკლესიები. თქვენ ალბათ გაიგიათ ეს ეკლესიები და ღმერთმა აკურთხა ეს ეკლესიები. ეს წლების მანძილზე მათი ტრადიცია იყო. და არ ქონდათ არასოდეს უფლის ტრაპეზი ამ ფეხის დაბანვის გარეშე, რომ არ ჩაეტარებინათ. მაგრამ მე პირადად, ჯონ მაკარტური ვგრძნობ, ეს არ არის ამ მონაკვეთის მიზანი და დანიშნულება. ეს იმის სწავლება არ არის, რომ ფეხის დაბანა არის განკარგულება, ზიარებისა და ნათლობის ტოლფასი. მე ვფიქრობ, ამის საუკეთესო მაჩვენებელია მისი აბსოლუტური არარსებობა მოციქულთა საქმეების წიგნში. მოციქულთა საქმეების წიგნში ჩვენ არ გვაქვს ერთი შემთხვევაც კი, როდესაც ადრეული ეკლესია ოდესმე ფეხის დაბანით მსახურებას ეწეოდა. არც ერთი. ჩვენ არ გვაქვს სიტყვა პავლეს არც ერთ ეპისტოლეში, რომელიც გვავალებს ამის გაკეთებას და არც ერთ ეკლესიას სხვა ეპისტოლებში არ მიუღიათ წერილი გზავნილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს არის ის, რაც უნდა მათ გაეკეთებინათ. თუმცა ბევრი რამ არის ნათლობის შესახებ ნათქვამი და ასევე უფლის ტრაპეზის ზიარების შესახებ ნათქვამი. ასე რომ მე არ ამგონია, რომ ფეხის დაბანვა იმ დონეზე უნდა დავაყენოთ, როგორც უფლის სუფრა, ზიარება და ნათლობა. ახლა ამის ხარდასაჭერად, რას ამბობს უფალი აქ? რას გულისხმობდა იესო ქრისტე აქ? უფალი მარტივად ამბობს, რომ ისე მოეკეცი, როგორც მე თქვენ გაგიკეთეთ ეს. თუ მე თქვენმა უფალმა მოძღვარმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ფეხები ერთმანეთს, რადგან მაგალითი მოგეცით, რომ ისე მოიქცეთ, როგორც მე გავაკეთეო. ახლა ფეხების დაბანის იდეა მოთხოვნილებას აკმაყოფილდება იმ კონკრეტულ პერიოდში, მოთხოვნილებას. ეს ხალხის ბანკეტზე გახსოვთ ხომ მოხდა, როდესაც ისინი იკრიბებიან საიდუმლო სერობაზე და ვახშამი უნდა შედგეს. და ძალიან ხშირად ისინი ამ ვახშამს მიწაზე დაწოლილები, ამაზე ბევრი ულაპარაკია ჯონს, ვით ჩვენ მოყვება, თუ როგორ ხდებოდა მაგ დროს სუფრასთან დაწვებოდნენ ერთმანეთთან, ამიტომ ვიღაცის ფეხები აუცილებლად სხვის თავთან ახლოს იქნებოდა. და ამითი პარალელის ამასწინებს ქალბატონმა მაია ბერიმაც გაიხსენა, რომ აბრაამის ბოზომი, ხო, აბრაამის ესე თქვათ, მუცელთან ყოფნა ამას ნიშნავდა,
როცა იყო ლაპარაკი ლუკას სახარებაზე, ასევე ეფესელთა წერილზე, თუ რას ნიშნავდა ეს ყოფნა. გარკვეულწილად ისინი, აგრძელებს ჯონ მაკარტური, ფეხები ელევაციას ჰქონდა ადგილი, აწეულ მდგომარეობაში იყო და სახესთან მეორე პიროვნების ახლოს იყო, რაც დგომისა და ჯდომის დროს არ ხდება. დგომისა და ჯდომის დროს შორს არის ხომ ეს ფეხები სხვა ადამიანისაგან, ჩვენი ფეხები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან უტაქტო იქნებოდა თუ შენ ასეთ ტრაპეზზე მიხვიდოდი ფეხების დაუბანლად და ბიძური ფეხებით იქნებოდა. გახსოვს მადროთ მათ სანდლები ეცვათ, ვისაც გინახეთ ეს სანდლები, გზები კი ძალიან მტვერიანი და ტალახიანი იყო. შესაბამისად ფეხები ძალიან ჭუჭყიანი იქნებოდა. და ეს ჩვეულებრივად ნორმალური ამბავი იყო. მოასფალტებული გზები მაშინ არ იყო. ასე რომ ჩვეულებრივი იყო იქ მონა, რომელიც იქნებოდა რომაულ და ბერძნულ საზოგადოებაში, რომლებიც ფეხებს დაბანდნენ. და ეს მხოლოდ თავაზიანობის ნიშანი იყო. ასე რომ უფალმა უბრალოდ გააკეთა ის, რაც იყო თავაზიანობა. მან გააკეთა ის, რაც უზრუნველყოფდა მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს საკვების მისაღებად. ჩვენ საზოგადოებაში ეს არ იქნებოდა პრობლემა. ამიტომ ამბობს ის, რომ ისე მოიქეცი, როგორც მე გავაკეთე. ანუ რა არის აუცილებელი და რა სჭირდება ადამიანს, ის გაუკეთეო. და თქვენ ისევე მონდომებული უნდა იყოთ ისეთივე ვინმეს მოთხოვნილების მიმართ და მათ დაკმაყოფილებაში და მათ სახურებაში. ემსახუროთ ვინმეს მათ მარტივ ფიზიკურ საჭიროებებში. როგორც მე თქვენ გემსახურებითო, ეს დაუბარა იესომ. შესაძლოა ეს ნიშნავდეს ჩვენი მხრიდან, მაგალითად, სუფრიდან ადგომას, ადგილის დათმობას, წყლის მოტანას, რაღაცის გაკეთებას ადამიანის მომსახურება, სერვისი, რასაც ქვია. ან ნებისმიერ რამეს. ჩვენი უფალი გვასწავლის ამ აქტით, რომ ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ სხვების საჭიროებები და მოთხოვნილებები. და ამათი შეჯამება აი ამ აზრის მოცემულია უკვე იოანეს სახარების მე-13 თავის 34 მუხლში. ახალ მცნებას გაძლევთ, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. ასევე გიყვარდეთ ერთმანეთი. და რასაც ის იქ ამბობს, რომ ის გიყვარდეს ისე, როგორც მე მიყვარდა და მე მიყვარხარ თქვენო. რას ნიშნავს ეს სიყვარული, რომ მე გავაკეთო თქვენთვის უმარტივესი, ყველაზე ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ხომ გითხარით, ეს შეიძლება ნიშნავდეს საკვების გაღებას ვინმესთვის, ვინც საკვების გარეშეა. ეს ნიშნავდეს შეიძლება ხელის წაშველებას ვინმესთვის, ვისაც ფიზიკური სიარული არ შეუძლია და უჭირს. და შეიძლება ნიშნავდეს სხვა ნებისმიერ რამეს. ეს არის მისი ნათქვამის არსი. ისწავლეთ ერთმანეთის ურთიერთმსახურება, მომსახურეობა, ისწავლეთ თავდამლობა და ისწავლეთ სხვების მოთხოვნილების უზრუნველყოფა. და მე ვფიქრობ, რომ ეს ფეხების დაბანვა დღევანდელ დღის წესრიგში არ ადგას. და მე ვფიქრობ, რომ ადამიანები თუ დღეს შეიკრიბებიან, ყველას დაბანილი ფეხები ექნება და ყველა დაბანილი ფეხებით მოდის. ასე რომ ის არ ემსახურება დღევანდელ საჭიროებას და ეს მხოლოდ სიმბოლო იქნებოდა. და მე დავამატებდი, რასაც აკეთებს, არ ვიცი, ჯონ მაკარტურს რატო არ გაახსენდა, რომის პაპის ცერემონია, ეს არის რაღაცა მოსაჩვენებელი ცერემონია, წელიწადში ერთხელ თუ როდესაც აპარებს და მიდის ხოლმე ზოგჯერ ჰოსპიტალებში ან სადღაც აკეთებს. ილია მეორემაც რომ იბაძა, იცით ხო? ილია მეორემაც დაბანა, ოღონ არა უბრალო ხალხს, თავის მიტროპოლიტებს და იმებს, ხო, ეგზარქოსებს და ეპისკოპოსებს. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. ახლა მე არ ვიკამათები იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ რომ ეს სიმბოლურად გააკეთონ და გამოხატონ. მაგრამ მე არ დავაყენებდი მას ნათლობისა და ზიარების დონეზე. და თუ ვფიქრობ ეს ყველაფერი სიმბოლოა, ის შეიძლება რომ გამოტოვებული იქნეს ამ ორთან მიმართებაში, ზიარება და ნათლობასთან მიმართებაში.
იმიტომ რომ უფალი, როდესაც ამას ამბობს, ის ამბობს უბრალოდ რომ დაეხმარეთ და ხალხს ასწავლეთ სხვა ადამიანების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება. რომ შენ იყო მსახურის როლში და მოემსახურო სხვას. მე მგონი ამას ჩვენ თვალი უნდა გაუსწოროთ, იმიტომ რომ ვინმე ჭუჭყენი ფეხების დაბანვა არ იქნება ყველაზე მაღალი, რისი გაკეთება თქვენ შეგიძლიათ. ეს ნამდვილად ყველაზე დაბალი რაღაცა აქტი იქნება. იმიტომ რომ ეს გახსოვთ, რას შეეფერებოდა იმ შემთხვევას, როდესაც მოწაფეები კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ იყო ყველაზე დიდი. და კამათში იმის შესახებ თუ ვინ იყო ყველაზე დიდი, არც ერთმა მათგანმა არ დაბანა სხვას ფეხები. იესო კი უსაყვედურებს მათ, გაიხდის საკუთარ სამოსოლს და ის ვინც ღვთისძია აკეთებს იმას, რასაც ისინი არ აკეთებდნენ მათ, ერთმანეთს არ გაუკეთებდნენ. და ეუბნება, ხედავთ ახლა როგორ უნდა მოიქცეთ? ასე რომ ღვთისძემ ღმერთმა ადამიანურ ხორცში გამოავლინა თამდაბლობა, რომელსაც ცოდვილი ადამიანები არც კი გამოავლენდნენ. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.